საღამოს ეთერის სპონსორია მუზენიტის ტრეველი. მთელი საბერძნეთი მხოლოდ თქვენთვის. Დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, გადაცემის ამ ნაწილში დისკუსია გვექნება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით. თევზაძემ სტურუა უკანონო ჩაისვა სამსახურებრივ მანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით. ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნული შედეგად დემურ სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. ვინაიდან გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას და უსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ეს არის საქართველოს პროკურატურის ინფორმაცია და აქვე გეტყვით კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ პოლიციელი მიიმალა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ხიდაშელის თქმით კი მან შეძლო და დატოვა ქვეყნის საზღვრები. ეს საგანგაშო ფაქტია. დიდი იმედი მაქვს არ იკვეთება საგანგაშო სიგნალი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს აფარებს მსგავს ბრალდებულებს, აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა. პროკურატურაში ჩატარდა ბრიფინგი, პროკურატურის წარმომადგენელი ესაუბრა ჟურნალისტებს და ჩვენ გამოშვების მიწურულს ამ ინფორმაციას პროკურატურიდან ჩვენი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის. ახლა კი ჩვენი სტუმრები, მალხაზ გულაშვილი, Media Holding Georgian Times-ის დამფუძნებელი, ტორისა მოსი, პაატა ბურჭულაძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის და ცოტა ხანში შემოგვიერთება ჟურნალისტი ზაზა სვანაძე. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ მალხაზ, დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა. თქვენთვის გამოიკვეთა თუ არა ამ საქმეში ისეთი ნიშნები, რაც შესაძლოა მართლაც საგანგაშო იყოს, გულისხმობ თავად გამოძიების პროცესს? რა თქმა უნდა, ჩვენ წინა ერთი კვირის წინანდელ გადაცემაში ქალბატონ ინგა გრიგოლიასთან მაშინაც დავაფიქსირე და დღესაც იგივეს ვაფიქსირებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუშვა შეცდომა, როდესაც იმ წუთშივე არ დააკავა ეს პიროვნება, ვინც წერილში იყო მითითებული და ჩემი აზრით ესეთი ტიპის ადამიანები პოლიციაში თუ კიდევ არიან დარჩენილი და მე როგორც ინფორმაცია მაქვს, საკმაოდ არიან, სასწრაფოდ საჭიროებენ მოშორებას ძალოვანი სტრუქტურებიდან, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ზონდერებად მუშაობდნენ და მეთოდები მათი იგივეა, რაც ხდებოდა ძველად. პრობლემა იმაშია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე რეაგირება არ გააკეთა დროული, დაელოდა გამოძიებას და ეხლა როგორც თქვენ ავცელებთ ინფორმაციას, არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება ხიდაშელის განცხადებული ინფორმაცია. ამ პიროვნებამ დატოვა საქართველო. თუ ამ პიროვნებამ საქართველო დატოვა, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს სერიოზული. აი, ბატონ მალხაზ, ზუსტად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელიც ახლა მე შემომაწოდეს, მინდა თქვენს გაგაცნოთ და ჩვენს მაყურებელსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია. ასეთი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. პროკურატურამ გავრცელა განცხადება, რომ გოდერძი თევზაძეს ბრალი წარედგინა და ის მიმალვაშია. მოკლედ, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავეყრდნობით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საქართველოს საზღვრებშია კვლავ. თუ დატოვა, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს საკმაოდ სერიოზული ცვლილებების ჩატარება საკუთარ რიგებში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწევს ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან აქტიური ჩარევა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი კოლაფსი. და თუ ქალბატონი თამარ ხიდაშელი ესეთ დეზინფორმაციას ავრცელებს, მაშინ მან უნდა აგოს პასუხი, რომ ის ავრცელებს ესეთ დეზინფორმაციას. ყოველ შემთხვევისთვის ეს მალე გამოჩნდება, როდესაც ამ პიროვნებას დააკავებენ და ალბათ გვაჩვენებენ ვინ არის და რას წარმოადგენს და ალბათ მის აზრებსაც მოვისმენ თუ რატო ახდენდა ზეწოლას ამ
საწყალ ადამიანზე, რომელმაც სათვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. გასაგებია, ტორესამოს მინდა დაუსვა შეკითხვა, თქვენი აზრით რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა აი ამ გამოძიების პროცესში და საერთოდ გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რაც ჩვენ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მივიღეთ. თავიდანვე იყო ასე ვთქვათ ნიშნები იმის, რომ სისტემა ცდილობდა მოძალადე პოლიციელზე ხელის დაფარებას, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რითი დამთავრდებოდა მსგავსი შემთხვევა, ეს რო ყოფილიყო რიგითი მოქალაქე, ანუ რიგითი მოქალაქე რო ყოფილიყო ბრალდებული სხვა მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანისთვის ბრალის წარდგენის პროცესი აბსურდულად გაიწევა. ამ ადამიანს მიეცა საშუალება მთელი ამ დროის განმავლობაში ყოფილიყო პროცესებს მიღმა და ანუ საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, საერთოდ არაკავებდნენ ამის დაკავებას, მე მგონია რომ არ ჭირდებოდა ამდენი დრო. ფაქტი იყო ის, რომ სერიოზული ბრალდება იყო გაჟღერებული, ფაქტი იყო ის, რომ საზოგადოება იყო აქტიურად ჩართული, ამის მიუხედავად ეს უკვე აღგავს ცინიზმს და სამწუხაროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემური ძალადობა არ წასულა არსად და სამწუხაროდ ეს კვლავ არის ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა. უბრალოდ საზოგადოებამ არ შეიძლება ეს ფაქტი დატოვოს ყურადღების მიღმა, ეს ცდება რაღაც ნარკოპოლიტიკას, ეს ცდება რაღაც რიგითი დანაშაულის ფარგლებს და იძენს ძალიან სახიფათო ხასიათს, მით უმეტეს რომ ჩვენ ვიცით, როდესაც აი თქვენ თქვით რომ სისტემური ძალადობა არსად წასულა. ეს კონკრეტული ფაქტი გაფიქრებინებთ რომ ასეთი დასკვნა გამოიტანოთ თუ კიდევ რაიმე სხვა ფაქტებს ეყრდნობით? ეს კონკრეტული ფაქტი სამწუხაროდ არ არის ერთეული შემთხვევა. ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ტიპის ძალადობის მსხვერპლი არის უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლად ფენებში, რომლებსაც არ შეუძლიათ, რომ თავიანთი პრობლემები მიიტანონ ფართო საზოგადოებამდე. ეს შემთხვევა უბრალოდ გახდა ცნობილი, იმიტომ რომ ის დასრულდა ძალიან ფატალური შედეგით და დემონსტრანტამ თავისი თვითმკვლელობით ჩაიდინა უკიდურესი აქტი, რომელთან მიმართებაში უბრალოდ საზოგადოება აღარ დარჩა გულგრილი. სამწუხაროდ საზოგადოება აი დაბალი სოციალური ფენის პრობლემების მიმართ ყოველთვის რჩება გულგრილად და პროცესი თუ არ ხდება ცენტრში, პროცესი თუ არ ხდება რაღაც დედაქალაქში, ამ ადამიანების ხმა ყოველთვის არის დაკარგული. უბრალოდ ეხლა დავეჯახეთ ამ წარე რეალობას და ეს არის ძალიან სახიფათო თუ გადაიქაჩა პოლიტიკურ პროცესში და ყოველთვის როდესაც სისტემა ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ფარგლებიდან და აფარებს ხელს მოძალადეებს, ჩვენ ვიცით, რომ იწვევს უნდობლობას და გადაიქაჩება პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ეს გავლილი ეტაპი გვაქვს, ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, როგორ რჩებოდნენ გულგრილი ბევრი ძალადობის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადადიოდა პოლიტიკურ პროცესში. ამ შემთხვევაშიც ამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ეს, რომ რაც უფრო მეტად დააფარებს მოძალადეებს ხელს, მით უფრო მეტი საფრთხე ექნება, რომ ეს გადავიდეს პოლიტიკურ პროცესში და სამწუხარო არის კიდევ ის, რომ ეს არის გზავნილი სხვა მოძალადე პოლიციელებისთვის, სხვა მოძალადეებისთვის, რომ ჩვენ ბოლომდე დაგაფარებთ ხელს და ბოლომდე ვეცდებით, რომ აგარიდოთ პასუხი. გასაგებია, ბატონ მალხას, აი სისტემური ძალადობა არსად წასულა, ითქვა აქ თქვენ რა დონეზე ეთანხმებით აი ამ სისტემურ ძალადობას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ სისტემური ძალადობა იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, როცა მინისტრები იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების მინისტრი იყვნენ ჩართული ძალადობაში. ეს იყო რა თქმა უნდა სისტემური და პრეზიდენტი იყო ჩართული და პარლამენტის კომიტეტის წევრები იყვნენ ჩართული და ასე შემდეგ. უშიშროების საბჭო იყო ჩართული სისტემურ ძალადობაში. ეს რო სისტემური ძალადობა ყოფილიყო, მაშინ ამ პიროვნებას მართლა ხელს დააფარებდნენ და არ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს, დაელოდნენ ექსპერტიზას, როგორ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, დამტკიცდა შესაბამისად ექსპერტიზით ეს ყველაფერი და ამის შედეგად არის დაკავებული როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს ამ ყველაფერს. მე სისტემურ დანაშაულს ვერ ხედავ. სისტემური დანაშაული ჩვენ 9 წლის განმავლობაში ნახეთ და თუნდაც ეს თქვენი მეორე თემა რაც არის. კი ბატონო, ახლა უნდა გადავიდეს სწორედ ამაზე, ეს არის ჰეროკრატია, სისტემური დანაშაულს ეძღვნება. გოგა ხაინდრავას ნამუშევარი, ბატონ მალხას, თქვენი აზრით, რისთვის
გახდა საჭირო რომ ასეთი ფილმი გადაღებულიყო. რა გზავნილია ეს საზოგადოებისთვის? მოდით ვთქვათ რეალობა, რომ საზოგადოებას დაავიწყდა თუ რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, ანუ იმ ფაშისტური რეჟიმის დროს, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტიურად საქართველოს მოსახლეობის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა და რეჟისორმა ბატონმა გოგა ხაინდრავამ გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისთვის ასახვა მიეცა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობამ გაიხსენოს ის თუ რა ხდებოდა ჩვენთან 9 წლის განმავლობაში. და რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებსაც ეს უბედურებები ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე, არ აქვს უფლება, არც მორალური და არც იურიდიული, იყოს პოლიტიკაში და დღეს მორალს უკითხავდეს ქართულ საზოგადოებას. მე პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს ყველაფერი, რაც ფილმში იყო, ოღონდ რეალში ვნახე კლდანის ციხეში. და საკმაოდ კარგად არის რეჟისორის მხრიდან ეს ყველაფერი დანახული და შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურად არის გადმოცემული ის სისასტიკე, რომლის სისასტიკითაც გამოირჩეოდა ნაციონალური. გასაგებია, ჩვენ შემოგვიერთდა ჟურნალისტი ზაზა სვანაძე, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. ბატონ ზაზა, აი საუბრობთ ფილმზე, ფილმ ჰეროკრატიაზე, გოგა ხაინდრავას სურათზე. თქვენი აზრით რას ემსახურება ამ ფილმის გამოსვლა ეკრანზე? წინასაარჩევნო ჭრილობების გახსნას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის სარგებლის მოტანას ქართული ოცნებისთვის ამ შემთხვევაში. მე ბოდის უხდი ტელემაყურებლებს დავაგვიანე მოსვლა და გრიმის გაკეთება ვერ მოვასწარი უკაცრავად. კი ბატონო, უგრიმობა არ გეტყობათ, ყველაფერი წესრიგშია. ძალიან მნიშვნელოვანი თემაზე მოამზადეთ ეს გადაცემა და უღრმესი მადლობა. ბატონ ზაზა, თქვენ თქვით წინასაარჩევნოთ, ეს ერთი კონტექსტი რაც აღნიშნეთ, მაგრამ ზოგადად თქვენი აზრით ის რაც ხდებოდა წლების განმავლობაში არის თუ არა მართლაც საჭირო რომ აისახოს ფილმის სახით იქნება თუ რაიმე სხვა დოკუმენტური სახით თუნდაც? თავიდან ჩვენ ვიცოდით რომ თითქოს და ჩაფიქრებული იყო დოკუმენტური საგამოძიებო ტიპის ჟურნალისტური პროდუქცია უნდა ყოფილიყო ეს. მახსოვს ჩვენი კოლეგები აკეთებდნენ ახო კომენტარებს აი ქალბატონი ნინო ზურიაშვილი, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ასევე ქართული ოცნების მიერ დაქირავებული მედია ექსპერტი იანთაძე და ამბობდნენ რომ ეს რაღაცა სტუდია მონიტორის ტიპის მსგავსი რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სპეცეფექტებით გაძეძგილი რაღაცა ჰოლივუდური ტიპის ფილმი. აქვს ყველა პროდუქციას არსებობის უფლება, ეს ზალადობა იყო ნამდვილად. მე ბატონ მალხას ვიცნობ, მის მეუღლე ძალიან დიდ პატივს სცემს, სოციალურ ქსელებში ვეკონტაქტები, ვიცით რა გამოიარა, ვიცი მე პირადად რა გამოიარა ბატონმა მალხაზმა, მაგრამ მე ისიც ვიცი რომ ის ამ ხელისუფლების გულშემატკივარია და მხარდამჭერია და შესაბამისად არის სუბიექტური მის მიერ გადატანილი აი ამ ტრაგედიის მიუხედავად ტელეკომპანია კავკასიის ეთერში რაც მოხდა. ეხა იმედია ბატონი მალხაზე ამკითხავს რას ვაკეთებდი 2012 წლამდე. მე ვებრძოდი სააკაშვილს, მე ვიყავი დაპატიმრებული ბატონ ვახო, თქვენც რომ იცოდეთ ორჯერ და ეს არ ყოფილა რაღაცა რესტორანში ხულიგნობა ან ადამიანის დაჭრა აქციაზე დამაკავეს და მე მაწამეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ციხეზე იყო ეს, ამას ვერავინ ვერ უარყოფთ, ვერც გირჩელი, ვერც ბურჭულაძის პარტიის წევრი და ვერც ვერავინ დედამიწაზე, იმიტომ მაგრამ მიუხედავად ამისა ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი მაინც არის საარჩევნო პროექტი. გოგა ხაინდრავას სპეცეფექტები ვერ უშველის წაქცეულ და დაკნინებულ მატყუარა ქართულ ოცნებას, რომელიც ხელისუფლებაში ამ უმრჩევლების მოტყვილების ხარჯზე მოვიდა. ბატონ მალხაზ, აი ამ საარჩევნო კონტექსტზე თქვენ რას გვეტყვით? ემსახურება თუ არა მართლაც აი რაღაც პოლიტიკურ კონიუნქტურას ეს ფილმი? ნუ ეხლა რო ვთქვათ, რომ არ მოემსახურება, მაშინ უნდა ტყუილი უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება პოლიტიკოსმა გამოიყენოს სასარგებლოდ ან საზიანოდ. ისევე როგორც ნებისმიერი თუნდაც რომელიღაცა პოლიტიკოსის განცხადება მაიმუნოვირიშვილო გახდა პოლიტიკური აზვირთების საგანი და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის მერიაში შეიძლება კრიზისი წარმოიქმნეს ამის გამო. თუმცა ფილმი ბატონ მალხას პროპაგანდის შეიძლება ბატონო, მე თქვენ არ გიშლიდით და ფილმს რაც შეეხება, ეხა თუ ჩვენ იმას უარყოფთ, რომ 9 წლის განმავლობაში ეს რაღაცები არ ხდებოდა, მაშინ რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, ეს თითიდან გამოწვევილია, თქვენ ბრძანეთ ბატონო ზაზა, რომ თითქოს ეს ჰოლივუდის ტრიუკებით იყო, თუმცა მე აქ ვერ ვხედავ ვერანაირ ჰოლივუდის ტრიუკს.
ზუსტად ის იყო გადმოცემული ამ ფილმში. მე არ ვიცი თქვენ ესწრებოდით თუ არა ამ დახურულ ჩვენებას. ქრონიკა პლუს არის პატიჟები ამ ზუსტად იყო, არ ვიცი, ყველა იყო დაპატიჟებული და თუ ავიღებთ რეალობად, შეიძლება ითქვას ცოტა შერბილებულიც კი იყო ის ისასტიკე, რითაც გამოირჩეოდნენ სააკაშვილის რეჟიმის ეს ზონდერბრიგადები, რომლებიც როგორც ჩანს დღემდე შემორჩენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენ ბატონო ვახტანგ ზუსტად მიაბით ამ თემას, ის თემა, რომელიც ერთმანეთს გავს ძალიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ის ნარჩენები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალოვან სტრუქტურებში დარჩენილი არიან. მე წინაშეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ერთ-ერთ სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ადამიანი, რომელმაც საკონტროლო გასროლა მიუძღვნა ბატონ კობა ოთანაძეს და ის რაღაცა სწავლით გადარჩა. თუმცა კრიალაშვილი ამ ჯგუფმა მოკლა. დღეს მუშაობენ ეს ადამიანები ამას. ეს ხალხი, ეს ადამიანები სამწუხაროდ ისევ არიან ძალოვან. და ფილმში რატომ არ შევიდა ეს ეპიზოდები თუ ისევ არიან და ქვეყანაში ყველა ეპიზოდი ფილმში ჩვენ არ გვინახია ბატონო ზაზა, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი ეპიზოდი. არის 24 ეპიზოდი და საერთოდ 167 საათია გადაღებული და იმედია რომ ბატონო ზაზა, აი როდესაც ამბობ რომ ეს არის პროპაგანდისტული კინოსურათია. კომუნისტების დროსაც იღებდნენ შავ-თეთრი ფირი არსებობდა, მაშინ 3D ეფექტები არ არსებობდა სტალინის ეპოქაში, მაშინაც იღებდნენ კომკავშირლებზე, ლენინზე, სტალინი როგორი მაგარი ბელადია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ეს რაღაცა დაიხვეწა ტექნოლოგიები, ვიცი ჩვენ მე თვითონ რეჟისორი ვარ, ტელეკინო სარეჟისორო დავამთავრე, ამჟამად მედიაში მოღვაწეობ და ვიცი კარგად და ყველა ვხედავთ კარგად და ვადარებთ პარალელის გავლების უნარი თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია, რომ ეს არის კარგი სპეცეფექტებით შესრულებული პარტიული ივანიშვილის ესე იგი სამსახუროდ გადაღებული ფილმი. რომელიც თქვენი აზრით ასახავს რეალობას თუ არ ასახავს? იცით როგორ არის ბატონო ვახტანგ, შეიძლება რომ ვცლათ ძალიან ბევრი დროც არა გვაქვს, მაგრამ ნუ რაც გოგა შესაძლებელია. ხაინდრავას პოლიტიკური ბიოგრაფია ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა. ნიკიტა მიხალკოვს რომ შევადაროთ მზით გათანგულებში ოსკარი აიღო ნიკიტა მიხალკოვმა, თუ ის პუტინთან დაახლოვებული და ელცინთან დაახლოვებული პირი იყო თავის დროზე. გოგა ხაინდრავას პოლიტიკური წარსული ჩვენ ვიცით, ავტომატით კალაშნიკოვით გადააგდო, ზვიად გამსახურდია კანონიერი ხელისუფლება და არც მალხაზ გულაშვილს და არც გოგა ხაინდრავას ფილმი არ გადაუღია იმაზე, თუ როგორ აუპატიურებდა, წვავდა და საშინელებებს ჩადიოდა მხედრიონი, ძარცვავდნენ გადაწვევს მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა. და ეს ფილმი ჩემთვის პირადად არის ადამიანის გადაღებული, რომლის მორალისიც მე ამჯერა, როგორც რეჟისორს, კოლეგას და როგორც მედიის წარმომადგენელს. თორემ ეს 9 წლიანი რეჟიმი იყო 60-90-იან წლებთან დაკავშირებით. გოგა ხაინდრავას დროს წამალზე შესვეს მთელი თაობა. ჩვენი ტოლი ბიჭები დღემდე იხრჩობიან წამალზე და ამაზე ხმა არ ამოუღია მალხაზ გულაშვილის თაობის წარმომადგენლებს სამწუხაროდ. ბატონ მალხაზ, მოდით უპასუხეთ და შემდეგ ტორესამოსი უნდა გოგა ხაინდრავაზე რო ილაპარაკო, ჯერ გოგა ხაინდრავას დონეს ადამიანი უნდა იყო და საერთოდ მთავრობას ვერ ვერგები, აპატიეთ ბატონო რა ეხლა ძალიან გთხოვთ. ერთი წუთით ეხლა მე მალაპარაკეთ რა ძალიან. გოგა ხაინდრავამ გადაიღო ოცნებების სასაფლაო და მან გადაიღო ეს აფხაზეთის ომზე და მე არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელიც ამ ფილმს შეხედავს და ცრემლი არ წამოვა. გოგა ხაინდრავა არის ჩემი პირადი მეგობარი და მისი ნებისმიერი შეურაცხყოფა აღიქმება ჩემ შეურაცხყოფად. პირდაპირ გავფრთხილებთ ამას ბატონოს. ეს ერთი. თუ პირადად გოგა ხაინდრავასთან რამე პრეტენზია გაქვთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ მათ ეს პრეტენზია. რაც შეეხება იმას, რომ გოგა ხაინდრავამ რა გააკეთა? გოგა ხაინდრავამ ბევრი რამე გააკეთა. წამალზე შესვეს 90-იან წლებში. გოგა ხაინდრავას არაფერი ყვაწლი და ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ ვინმე წამალზე შეჯდა. ეს მოდი ვთქვათ რეალურად, ის იყო სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთში და ის სულით, გულით და ხორცით და ყველაფრით თავისი სისხლით იცავდა საქართველოს. შემდეგ ის იყო მინისტრი ინტეგრაციის და ის მაქსიმალურს აკეთებდა, რომ ცხინვალი და სოხუმის ხელისუფლება შემოგვერიგებინა, თუმცა 90-იან წლებთან შედარებით 9 წლიანი პერიოდი იყო სამოთხეო, თქვა ბატონმა ზაზა. გოგა ხაინდრავა იყო ადამიანი, ბატონო ვახტანგ, მე უნდა შეგახსენოთ. რომელმაც გვირგვლიანის ამბის შემდეგ დატოვა დემარში ხელისუფლება და გადავიდა ოპოზიციაში. მასაც შეელო თვალი დაეხუჭა მთელი რიგი ნაციონალისტები, რომლებიც იყვნენ გასაგებია. ბატონ მალხაზ, ერთი შეკითხვა მაქვს, აზრი მინდა გკითხოთ. 90-იან წლებთან შედარებით სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა იყო სამოთხეო, თქვა თქვენმა ოპონენტმა. აი ამ ორი პერიოდის შედარება შეგიძლიათ ეს საკითხი იმ კონტექსტში დასვა, რომ მაშინდელ პროცესებზე 90-იანი წლების
პროცესებზე მსგავსი ფილმი არ გადაუღიაო. გოგა ხაინდრავას ამაზე იყო ლაპარაკის აქცენტი და ისო. არის არარეალური შედარება, იმიტომ რომ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა იყო მართლაც გიტლერს შეშურდებოდა ეს მმართველობა და ეს ფაშისტური მიდგომები ადამიანის ტანჯვა-წვამებაზე და 1000 უბედურება, რომელსაც ეს ხალხი ატრიალებდა ამ ქვეყანაში. როცა გამსახურდიას მომხრევს, გამსახურდიას მომხრევში მარტო გოგა ხაინდრავას ნუ დავადანაშაულებთ, მოდით ის ადამიანების დავადანაშაულოთ, ვინც ახლა ნაციონალური მოძრაობის, ვინც ახლა ნაციონალური მოძრაობის აქტივია, ისინიც დავადანაშაულოთ. გოგა ხაინდრავას ბრალი ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი და მოდით ამ ადამიანს შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მე პირადად მას დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ 99 წლიდან 97 წლიდან კრიმინალურ ავტორიტეტს ხდებოდა საფრანგეთში ბატონი გოგა, ესეც ვიცი ხელოვანი ადამიანი. უბანში შეიძლება ადამიანი იზრდებოდეს კრიმინალური ავტორიტეტი შეიძლება იყოს მეგობარი ნებისმიერ ბარიგების მეგობარი და ესე იგი ბატონებო დრო არ აგვაქვს თითქმის მოდით ტორესა მოსმივცეთ შესაძლებლობა თავისი აზრი გითხრათ. თავად შეფასება. თუ ფილმზე გინდა ილაპარაკოთ, ბატონო ჩვენ სამწუხაროდ დრო არ რჩება სამწუხაროდ ტორესა მოусმინოთ როლი ამ ფილმის კი ბატონო გესმით ჩემი ხმა ამ ფილმის დატვირთვა თქვენი აზრით რა არის თავისთავად ნებისმიერ პროდუქტს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ძალიან ცუდი არის, როდესაც ეს პროდუქტი ემთხვევა პოლიტიკურ კონტექსტს და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ძალადობის პოლიტიკაში ჩართვა ხდება და გამოყენება პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. ძალიან ცუდია, როდესაც 4 წლის მანძილზე ჩვენ თქვით, რომ იყო სისტემური ძალადობა, ამაზე შეთანხმდა მთელი საზოგადოება, ამაზე გარკვეული პოლიტიკური ფასი გადავახდებინეთ. წინა ხელისუფლებას რამდენად საკმარისია ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ მაგალითად ამ 4 წლის მანძილზე მასიურად დასჯილი მწამებლები. მე არ მახსენდება თითოეულ შემთხვევაში ვიღაცები დაისაჯნენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც რატომღაც არ დაიჭერს და რომელიც მონაწილეობდა ადამიანების წამებაში და ეს აბსოლუტურად უტიფრად ეს ადამიანი დატოვეს გარეთ და ეხლა ცდილობს პოლიტიკური პროცესის ნაწილიც გახდეს მათ შორის. ასევე ვერ ვნახეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრები ყავდა და თან იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც თქვა პარლამენტმა, რომ ყავდა და გამოუშვა ეს ადამიანები, მე არ მახსენდება მაგალითად ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ძალადობა და მით უმეტეს სისტემური ძალადობა არ არის მარტივად აღმოსაფხრელი. რეალურად ახლანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება თავის ნაბიჯებზე შემდგომი 4 წლის მანძილზე, არაფერი არ გააკეთა ამ ძალადობის შედეგების აღმოსაფხრელად, მათ შორის კონკრეტულ მსხვერპლებთან მიმართებაში. მეორე საკითხი აქ დგება ეთიკური საკითხი, ეს ხო არ იყო 50 და 60 წლის წინ, როცა შეგვიძლია გულგრილად ავიღოთ რაღაცა და გადავიღოთ როგორც მხატვრული ნაწარმოები. ანუ ეს ადამიანები არიან ცოცხლები, არიან ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათ რა თქმა უნდა ამით კიდევ დამატებით ტკივილებს ვაყენებთ. ხო, ამაზე სხვა არავინ არ ფიქრობს. ანუ ეს არის უპასუხისმგებლობა, რომელსაც საზოგადოება მე მგონია რომ უნდა გაცეს სასახა პასუხი. რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო სისტემური ძალადობა და ზუსტად ამიტომ გადაირჩია ეს ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოება ასევე მტკიცედ უნდა იდგეს იმასთან მიმართებაში, რომ ეს არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დივიდენდების მიღების საფუძველი. მადლობდა ჩვენ დრო თითქმის არ დაგვრჩა რეპლიკის სახით ბატონ ზაზა თქვენ და შემდეგ ბატონ მალხას თუ ექნება გამოხმაურება. ყველანაირი ფილმის გადაღება შეიძლება ბუნებაში ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის საშინელებათა ჟანს და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანების ბედით სპეკულირება და იმის თქმა, რომ აი ფილმიდან გამოსული ადამიანები, ბატონი ვახტანგის მეგობრები, თანამოაზრეები, ბატონი მალხაზის უпростоრეთ დიდგულზე ისე გამოდიოდნენ, რომ ჩვენ აი ესე ნაციონალებს და ეს რა იყო დაესაჯა დამნაშავეები, ფილმით დამნაშავეები არ ისჯება, ფილმით საზოგადოების განწმენდა არ ხდება, გასუფთავება არ ხდება ესეთი მეტასტაზებისგან, საჭიროა სამართლებრივი ღონისძიებები. ხელოვნება, შემოქმედება იმუშავებს ცალკე და მას აქვს სულიერი დატვირთვა, ხო? ფილმი რა არის ახლა? ეს ძალიან შეიძლება კომუნისტურ აჯღერს, მაგრამ ეს სულიერი საზდო ადამიანებმა უნდა მიიღონ და არა რაღაცა წინასაარჩევნო პროპაგანდისტული ვიდეო სხვა არის, კი მხატვრული ფილმი სხვა არის, მხატვრულ დოკუმენტურ სხვა დანიშნულება აქვს. ამიტომ ცალსახად უნდა გამიჯნოთ. კოჰაბიტაციის რეჟიმზე გადაიღოს გოგა ყაინდრავამ ფილმი, თვითონ და მისი მეგობრები ძალიან კომფორტულად ატრიალებენ მილიონებს და კარგად არიან ამ ხელისუფლებასთან, ხოლო ეს ხელისუფლება ძალიან გემრიელად არის კომპლექტირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. დიდი მადლობა. ბატონ მალხას თუ გოგა ყაინდრავას მილიონები სად დაინახა ბატონმა ზაზამ, ჩვენ ვიცით სასაცილოა ეს ყველაფერი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს ფილმი არის ბრალდება
იმ 9 წლიან რეჟიმზე, რომელიც 9 წლიანი რეჟიმით ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ოცნებამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომები და შეიძლება ითქვას დანაშაული ჩაიდინა ქართული ხალხის წინაშე, როდესაც ის კოჰაბიტაციაზე წავიდა დამლაშავე ფაშისტურ რეჟიმთან. და მე დღეს ვხედავ, რომ მთელი რიგი ადამიანები მიუხედავად იმისა, ადრე ებრძოდნენ თუ არა ამ ფაშისტურ რეჟიმს, რატომღაც მათ გაправებაზე არიან გადასული და მე ძალიან გული მწყდება ამაზე. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ფილმი გადაიღო, მან დაიფიცა, რომ ნიურნბერგის პროცესს მოუწყობდა ნაციონალურ მოძრაობას და ის შეეცადა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. ბიზნესებში არიან დაალაგებულები ერთად რა ნიურნბერგზე საუბრობთ. ვინ როგორ გამოიყენებს, რომელი პარტია როგორ გამოიყენებს, ეს მათ მარიფატზე და მათ მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. თუმცა ერთი რაღაცა ბიზნესებში არიან დაალაგებულები ერთად. რომ ეს ტყუილი განცხადებები არ გინდათ ბატონოზაზე, ამას დამტკიცება ჭირდება და თუ არ დამტკიცებ ჩვენი გაზეთის საშუალებით. ბატონ მახას თქვით რაღაცის თქმა გსურდათ. და მე მინდა ვთქვა, რომ დრო არის იმისი, რომ ქართველიერი გამოფხიზლდეს და ერთხელ და სამუდამოდ გადახაზოს ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები, სააგენტოები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები და ასე შემდეგ. ის ხალხი, ვინც ისე უკან გვეხაჩება ამ 9 წლიან უბედურებას. ზაზა სვანაძე და ტორესა მოსი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრებით. მადლობთ გადაცემაში. მადლობა ჩვენ ახლა დაპირებულ ჩართვას დაუბრუნდებით. ლიკა ბეკურაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის იმის შესახებ, თუ რა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან პროკურატურის წარმომადგენელმა დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით. ლიკა. დიახ, ხო, დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა, როგორც უწყებაში აცხადებენ სამტრედიის სამართლოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გოდერძი თევზაძე ამ წუთებში ძებნაში იმყოფება, მას უკვე ეძებს უწყება. გამოძიების ფარგლებში, როგორც იცით, მას პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალი, როგორც უფლებამოსილების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტებისა და გადამეტების ფაქტზე, როგორც უწყებაში აცხადებენ, მას ჯერჯერობით პროკურატურის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყანა არ დაუტოვებია, საზღვარი ჯერ არ დაუკვეთავს. საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს პოლიციის უბნის ინსპექტორის გოდერძი თევზაძის ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2016 წლის 7 აგვისტოს გოდერძი თევზაძემ თავისთან სამსახურში დაიბარა მოქალაქე დემურ სტურუა, რომელზედაც ახდენდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ემუქრებოდა, სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ყოველგვარი აღნიშნული ზეწოლის შედეგად დემურ სტურუამ სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით. დინარეობს ყოფილი პოლიციის თანამშრომლის დაძებნის ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი, გაფრთხილებულია საზღვარი, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაში მოხდეს საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება მისი შემდგომი დაკავების მიზნით. გარდაცვლილს აღენიშნებოდა დაზიანებები ფეხის მიდამოში, წვიუკოჭის სახსრის მიდამოში, ამავდროულად მისი სიკვდილის მიზეზი არის მექანიკური ასფიქსია კისერზე მარყუჟის ზემოქმედების შედეგად. ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, არის დადასტურებული, ჩატარებული გამოძიები ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით. წერილის ავთენტურობა დასტურდება ჩვენს მიერ ჩატარებული ხელნაწერის ექსპერტიზით. ის მართლაც მის მიერ არის შესრულებული. როგორც თქვენთვის უკვე კარგად ცნობილია, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. ეს ლიკა ბეკურაშვილი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. სულ რამდენიმე წუთში თქვენ ნინო ჟიჟილაშვილი შემოგიერთდებათ რუიანის სტუდიიდან, ასე რომ დაელოდეთ.